მოგვიანების სასახლეს მას შემდეგ რაც დამთავრდა სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, თანდათან ტოვებენ იმ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლები, რომლებთანაც მართავდა კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილი დღეს მთელი დღის განმავლობაში და რომელთა კონსულტაციის შედეგიც არის სწორედ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგინა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა. ეს სამოქმედო გეგმა ემყარება სწორედ ოპოზიციური პარტიების პოზიციას იმის შესახებ, რომ არჩევნები არის გაყალბებულია ტოტალურად გაყალბებულია მათ შორის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით და რომ ამ არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები და ასევე როგორც ახლა უკვე დაზუსტებითაც ირკვევა სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურად არ აღიარებს. პირველ ნაბიჯად კი ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სთავაზობს ხვალ შეკრებას რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ პარლამენტის შენობის წინ საღამოს 7 საათზე შეკრებას, რომელმაც როგორც მინიმუმ სიმბოლურად უნდა გამოხატოს ქართველი ხალხის ეს პოზიცია, რომ ეს არჩევნები არ ჩატარებულა მათი ნების არ დასრულებულა მათი ნების გამოხატვით და რომ ეს არჩევნები ჩატარებულია ტოტალური გაყალბების პირობებში. სალომე, ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. აი, ზუსტად კონსულტაციის ნაწილზე მინდოდა მეკითხა, პოლიტიკური პარტიების გარდა იქ იყვნენ, როგორც ვიცი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იყვნენ? პოლიტიკურ პარტიებთან სალომე ზურაბიშვილი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს, ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში მიიღო მან აქ ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლები, ამის შემდეგ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებსაც უმასპინძლა, ხოლო ბრიფინგის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე ორბელიანების სასახლეში ასევე მოვიდნენ სადამკვირვებლო მისიების, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და ასევე ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის ბრძოლის საქმეში, ის ადამიანები, რომლებიც მათ შორის აქტიურად მონაწილეობდნენ ამ არჩევნების პროცესში, კომისიის წევრების რანგში, ან უმეტეს შემთხვევაში დამკვირვებლების პოზიციით და როგორც ცნობილია, იმ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად მართავდა ამ საგანგებო ბრიფინგს, დარბაზში იმყოფებოდნენ სწორედ ეს ადამიანებიც, ანუ შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ეს ბრიფინგი ჩატარდა იმაზე ფართო შემადგენლობის მიერ, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაანონსებული და სალომე ზურაბიშვილის გვერდით არ იმყოფებოდნენ ამ დროს მხოლოდ პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ მანამდეც ვიდრე დაიწყებოდა ზურაბიშვილის ბრიფინგი, მოვისმინეთ სხვა ჯგუფების წარმომადგენელთა პოზიციას და შეიძლება ითქვას, რომ პოზიცია არის საერთო, ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი საუბრობს დარღვევებზე და ისეთ დარღვევებზე, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შედეგზე. ყველა ის ადამიანი კი, რომელსაც საზოგადოება იცნობს აქტივისტის ამ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლის სახელით, ამბობს, რომ შეგუება ამ რეალობასთან, იმ რეალობასთან, რომელსაც ქმნის ქართული ოცნება, არ მოხდება და რომ ისინი თავიანთი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ამიტომ სავარაუდოა, რომ ზურაბიშვილის პოზიციას, რომელიც საგანგებო ბრიფინგით მოვისმინეთ, იზიარებს დარბაზში მყოფი ყველა ის ადამიანი, რომელთა შესახებაც უკვე მოგიყევით. მათმა ნაწილმა უკვე დატოვა ორბელიანების სასახლეს. სანამ დაგემშვიდობებით, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსულტაციები ჰქონდა დღეს დილიდან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, არა ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების, არამედ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, თვალი მოუკარით თვალით ქალბატონ დორლიძეს, ეკაგი გაურს და სხვებს და დიდი ალბათობით იქ საუბარი იყო არა უბრალოდ განწყობებზე, არამედ იმ ფაქტებზე, ფაქტების ერთობლიობაზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ოფიციალური ინსტიტუტი, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში. დღეს მთელი დღეა შენ თვალს ადევნებ ამ შეხვედრებს. იყო თუ არა ამაზე ნამდვილად საუბარი, რა ინფორმაციები გაუზიარეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და როგორი იყო სალომე ზურაბიშვილის რეაქციები ამაზე დღეს საღამოს კი ვნახეთ, მაგრამ ცოტა უფრო მეტი დეტალი საინტერესო იქნებოდა. სულ ბოლოს ამ მიმართულებით კომენტარი ჩვენ ნინო ლომჯარიასგან მოვისმინეთ, რომელიც ასევე იყო ბუნებრივია აქტიურად ჩართული ამ არჩევნების დაკვირვების პროცესში და როგორც ის აღნიშნავს, დაკვირვების შედეგმა ამ დროისთვის სისტემური და განგრძობითი დარღვევა გამოავლინა უბნების 10%-ზე, თუმცა მისივე შენიშვნით ეს მხოლოდ ამ დროის მონაცემია და არ არის გამორიცხული, რომ ეს მონაცემი გაიზარდოს, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილისთვის ის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის
დაკვირვების შედეგების გაცნობას გეგმავს. მანამდე დღის პირველ ნახევარში გითხარით, რომ აქ იმყოფებოდნენ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გულისხმობთ ისფედს, გულისხმობთ მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობას. ჩვენ ისფედის ხელმძღვანელის ნინო დოლიძის კომენტარი გვაქვს, რომელმაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის მიიწვია სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად. მთავარი კი, რასაც ნინო დოლიძე აღნიშნავს, არის ის, რომ ისფედის მიერ ჩატარებული სამუშაოს მიხედვით ირკვევა, რომ ვლინდება ისეთი დარღვევები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამ არჩევნების შედეგზე და სწორედ ეს არის მთავარი ინფორმაცია, რაც მიიღო დღეს სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და სწორედ ამ ინფორმაციას დაიყრდნო ის მაშინაც, როცა აღნიშნა ის, რაც მოვისმენთ მისგან საგანგებო ბრიფინგი.